აქცents გავაკეთებთ ხოლმე თევზებზე. თევზის უსაფრთხოების კაბინეტში მოხდება გაკვეთილი და მემორანდუმის არსებობს ლაბორატორია ის მოწოდებას და დამატებით რაც საჭიროა. იყო კაცსამი თავის თანასოფლები არა. ამის პერსპექტივაში რომ ეს აკვა ახალ თევზის ფერმერებს არ მოუხდა. ირიგაციას ვაკეთებთ ჩვენ. ანუ ეს საფაჟო მოვარდეთ მას. პროგრამა აქვს, ალბათ იმ პროგრამაში ჩავარდეთ და შევიშენ. აჭარაში არის აკვაკულტურის განვითარების დიდი შესაძლებლობა. სახელმწიფო ლაბორატორია თავისთავად ყველაფერს აკეთებს და გვერდში უდგა აჭარის ლაბორატორიას, რომ თევზის კვლევების მიმართულებით გავაძლიეროთ დიაგნოსტიკა ყველა დაავადებასთან დაკავშირებით, ეს იქნება პარაზიტოლოგია, ბაქტერიოლოგია, ვირუსოლოგია. მთავარი მიზანი არის ის, რომ მეთევზე ფერმერებს არ უნდა უხდებოდეთ წასვლა საზღვარგარეთ თავისი, ასე ვთქვათ, პროდუქტის შესამოწმებლად. ამის საშუალება იქნება ადგილზე. გადამზადებულია შესაბამისი კადრები სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან დიდი ხელშეწყობა რეგიონში აკვაკულტურის დარგში დასაქმებულ ფერმერთათვის, რადგან ის მნიშვნელოვანი დაავადებები, რომლებიც ახასიათებს მეთევზეობის სფეროში, როგორც ბაქტერიული დაავადებები, ასევე ვირუსული დაავადებები მოხდება ჩვენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მათი იდენტიფიცირება და ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა აკვაკულტურის დარგის შემდგომი განვითარებისთვის. უახლოეს პერიოდში აჭარის რეგიონში მეკალნახეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა აი ამ გამოწვევას უპასუხონ.